მოდით ვისაუბროთ ხელოვნურ ინტელექტზე. დარწმუნებული ვარ, ეს ორი სიტყვა უკვე ყველას სულ გვესმის. მაგრამ რეალურად თუ დავფიქრებულ ვართ, რა დგას ამ ყველაფრის უკან? აი დღეს ზუსტად ამას ვაპირებთ. ერთად ჩავიხედოთ ამ, ასე ვთქვათ, შავ ყუთში და ვნახოთ, როგორ ცვლის ეს ტექნოლოგია ჩვენს სამყაროს. აი ზუსტად ესაა. ბევრისთვის ხომ ზუსტად ასე გამოიყურება ხელოვნური ინტელექტი. რაღაცნაირი ჯადოსნური, იდუმალი ორაკული. კითხვას უსვამ და პასუხს გცევს, თვითქოს რაღაც მაგია არა? კარგი, მაშინ მოდით, ფარდა ავხადოთ ამ საიდუმლოს, ვნახოთ, რა დგას ამ თანამედროვე მაგიას, ამ ჯადოსნური ტრიუკის უკან სინამდვილეში. და აი აქ არის თავარი საიდუმლო. ეს სულაც არ არის რაღაც მაგია. სიმართლე გითხრათ, არც ისეთი ინტელექტია, როგორიც ჩვენ გვგონია. მთელი მისი ძალა მონაცემებშია, წარმოუდგენლად, გიგანტურად ბევრ მონაცემში. კარგი, რომ უკეთ გავიგოთ, რა ხდება რეალურად, მოდით პირდაპირ შევიჭყიდოთ ხელოვნური ინტელექტის ტვინში. და არა ზოგადად, არამედ ავიღოთ კონკრეტული მაგალითი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი მოდელი, Falcon 180B. მაშასე, როგორ ქმნიან ასეთ ტვინს? პროცესი მარტივად რომ თქვათ, 4 ნაბიჯისგან შედგება. პირველი, მას უბრალოდ აჭმევენ ინტერნეტს. ხო, არ მოგესმათ, წარმოუდგენელი რაოდენობის ტექსტს და სურათს. მერე მეორე ეტაპი. ეს ყველაფერი ყოველი სიტყვა და ცნება გარდაიქმნება რიცხვებად, ანუ კოდად, რადგან კომპიუტერს ხომ ჩვენი ენა არ ესმის. ამის შემდეგ მესამე ნაბიჯი. ქმნიან ციფრულ ნერვულ ქსელს, რომელიც იცით ძალიან გავს ჩვენი ადამიანის ტვინის სტრუქტურას. და ბოლოს ყველაზე მთავარი წვრთნა. ამ ქსელს მილიარდობით მაგავიცი ამოწმებენ და ასწორებენ, ისევ და ისევ, სანამ არ ისწავლის სწორი პასუხების გენერირებას. და აი უბრალოდ შეხედეთ ამ რიცხვს. 180 მილიარდი. ამდენი პარამეტრი, ანუ რეგულირებადი კავშირი აქვს Falcon HTF-ს 180B-ს ნერვულ ქსელს. აი ეს არის ზუსტად იმ გაუთავებელი წვრთნის შედეგი, რაზეც წეგან ვსაუბრობდით. უბრალოდ სცადეთ და წარმოიდგინეთ ამ მასშტაბის სირთულე. კარგი, გასაგებია. ანუ ზოგადად მივხვდით, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი, მაგრამ ახლა მოდის ყველაზე საინტერესო და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა. რა გავლენა ექნება ამ ტექნოლოგიას ჩვენს საზოგადოებაზე? რას ნიშნავს ეს თითეული ჩვენგანისთვის? დავიწყოთ იმით, რაც ალბათ ყველას ყველაზე მეტად გვაღელვებს. სამუშაო ადგილები. დიახ, მოდის რევოლუცია, რომელიც უამრავ პროფესიას უბრალოდ ისტორიის კუთვნილებად აქცევს. მაგრამ, მოიცადეთ, ყველაფერი ისე არაა, როგორც თქვენ გონიათ. აი, გულწრფელად დაფიქრდით, ერთი წამით. თქვენი აზრით, რომელი სამსახურებია ყველაზე დიდი რისკის ქვეშ? ალბათ პირველი, რაც თავში მოგდით, ფიზიკური შრომაა, ხო? ქარხნები, მძღოლები. სინამდვილეში კი, რეალობა საკმაოდ მოულოდნელია. გავრცელებული მოსაზრების საპირისპიროდ, პირველი დარტყმის ქვეშ ექცება არა ფიზიკური, არამედ შემოქმედებითი სფერო. დიზაინერები, კომპოზიტორები, არქიტექტორები, მწერლები და იცით რატომ? იმიტომ რომ მოდი ვაღიაროთ, ადამიანური კრეატივი არაპროგნოზირებადი და რაც მთავარია ძვირია. ხელოვნურ ინტელექტს კი შეუძლია იგივე საქმის გაკეთება ბევრად იაფად და სწრაფად. და ეს იცით რას ცვლის? ჩვენს წარმოდგენას სიმდიდრეზე. სულ მალე ნამდვილი ფუფუნება იქნება არა ახალი გაჯეტი ან ტექნოლოგია, არამედ ცხოცხალი ადამიანი. წარმოიდგინეთ პირადი მძღოლი, რომელიც ადამიანია და არა ავტოპილოტი, ან პირადი მენეჯერი, რომელსაც შეგიძლია დაელაპარაკო. აი, ეს გახდება ნამდვილი სიმდიდრის განსასწრელი. მაგრამ სამსახურების დაკარგვა, მერწმუნეთ, მხოლოდ აისბერგის წვერია. ხელოვნური ინტელექტი ბევრად უფრო ღრმად მიდის. ის ცვლის არა მხოლოდ იმას, თუ რას ვაკეთებთ, არამედ იმასაც, თუ რისი გვჯერა. ჩვენ ვდგავართ ეპოქის ზღვარზე, სადაც თავად სიტყვა სიმართლე კარგავს თავის მნიშვნელობას. მოდით, გადავხედოთ, როგორ იცვლებოდა ყველაფერი. გაზეთების დროს რაღაცის გადამოწმებას დღეები სჭირდებოდა. მერე მოვიდა ტელევიზია და დრო საათებამდე შემცირდა. ინტერნეტმა ეს ყველაფერი წუთებში ჩაატია. და ახლა, როცა ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია წამებში შექმნას ნებისმიერი კონტენტი, მისი რეალურ დროში გადამოწმება უბრალოდ შეუძლებელი ხდება. და უბრალოდ დაფიქრდით, რამხელა ძალაა ეს მანიპულაციისთვის. ყალბი პოლიტიკური განცხადებები, რომლებიც ნამდვილზე უფრო ნამდვილი ჩანს, ომის დანაშაულის დამამტკიცებელი საბუთები, რომლებიც სინამდვილეში არასდროს მომხდარა, ან თუნდაც პერსონალური კომპრომატი, რომელიც შენზე შექმნეს, ეს ხომ პროპაგანდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი იარაღია. და საბოლოოდ ეს ყველაფერი მიდის სამწაროსკენ, სადაც სიტყვა მტკიცებულებას აზრი ეკარგება. რატომ? იმიტომ რომ როცა ნებისმიერი რამის დამტკიცება შეგიძლია იდეალურად შექმნილი ყალბი მასალით, ადამიანები დაიჯერებენ არა ფაქტებს, არამედ იმას, რისი დაჯერებაც უბრალოდ უნდათ.
მოკლედ, ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ დგავართ გზაგასაყარზე. ხელოვნურმა ინტელექტმა შეიძლება წაგვიყვანოს ორი აბსოლუტურად განსხვავებული მიმართულებით: უტოპიისკენ ან დისტოპიისკენ. და არჩევანი ჩვენზეა. წარმოვიდგინოთ, ერთი გზა დისტოპიურია. მასობრივი უმუშევრობა, სადაც ადამიანები უბრალოდ ალგორითმებს ემსახურებიან. სამყარო, სადაც აზრი დაკარგულია და სიმართლე აღარ არსებობს. მეორე გზა კი უტოპიურია. სამყარო, სადაც ტექნოლოგია გვათავისუფლებს რუტინული შრომისგან. ყველას აქვს გარანტირებული შემოსავალი, გვაქვს დრო ჩვენი საყვარელი საქმისთვის, გატაცებებისთვის, სადაც ხელოვნური ინტელექტი და ადამიანები ჰარმონიულად თანაარსებობენ. საბოლოო ჯამში, უნდა გვახსოვდეს, რომ ტექნოლოგია თავისთავად არც კარგია და არც ცუდი. ის უბრალოდ ინსტრუმენტია. ჩვენი მომავალი კი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გამოვიყენებთ ამ ინსტრუმენტს. მაშ, დავსვათ მთავარი კითხვა: რომელ გზას ვირჩევთ ჩვენ?